თქვენი სურვილიც იყო რომ მოსულიყავი თუ მარტო ხების. მე-11 კლასი. რისი თქმა შეგიძლიათ წმინდა ბარბარეს? აი დაახლოებით თქვენი ტოლი იყო წმინდა ბარბარე. პატარა გოგონა. ვის დღესასწაულსაც აღნიშნავთ დღეს. აი წარმოიდგინე, ხო არის ხოლმე შემთხვევა რომ ადამიანი გარდაიცვლება და 2-3 წელიწადში აღარავის აღარ ახსოვს. 17 საუკუნის წინ ცხოვრობდა წმინდა ბარბარე. წარმოიდგინეთ და დღეს 17 საუკუნის შემდეგ მთელი სოფლიო მას ეთაყვანება. რა საოცარი ამბავი უნდა იყოს, აი უბრალოდ აქედან რომ დავიწყოთ. აი თქვენ რა გაგიგიათ მის შესახებ. საერთოდ ამა თუ იმ წმინდანის ხსენება რომ არის, კარგია რომ მისი ცხოვრება გაიხსენონ ადამიანებმა. იმიტომ კი არა რომ მას რამე შეემატება. მას არაფრის შემატება არ ჭირდება. იმიტომ რომ ის ღმერთთან არის. მას ძალიან დიდი სიხარული აქვს. აი ეგ ჩვენ გვჭირდება ხოლმე აქ ადამიანებს რომ ვიღაცამ ჩვენზე ილაპარაკოს, ტაში დაგვიკრანა, ეს რა მაგარია თქვან, ეს ესეთი კარგია. და ჩვენ ამითი რაღაცა ჩვენს პატივმოყვარეობას რაღაც ემატება. აი თუ სპორტსმენია, როგორ კარგად იჭიდავა, რა კარგი გოლი გაიტანა, რა კარგი სწრაფად დარბოდა და ჩვენ ეს გვახარებს, აი რა მაგარი ყოფილა და ამითი თითქოს რაღაც გვემატება. მაგრამ წმინდა ბარბარეს ცხოვრებას რო ვიხსენოთ, მას ამითი არაფერი არ ემატება. ამითი ჩვენ გვემატება. აი თუ გახსოვთ, ვისაც წაგიკითხავთ მისი ცხოვრება, გარდაცვალების წინ მან ასე ილოცა მოწამეობრივი აღსასრულის წინ ასე ილოცა რომ უფალო ვინც გასაჭირში იქნებაო და მოიხსენებსო ჩემი ცხოვრების ზღვაწოსო, ჩემს ზღვაწოსო, მადლი მიეციო და ცოდვათა მიტევება მიეციო. ანუ ამა თუ იმ წმინდანის ხსენება როდესაც არის და ჩვენს მის ცხოვრებას ვიხსენებთ, ეგ ჩვენთვის არის მადლი. ერთი იმიტომ რომ ჩვენთვის ის მაგალითია, სამაგალითო ცხოვრებაა და მეორე იმიტომ რომ თავად მისი აი ამ წმინდანის ხსენება როგორც მან ილოცა და ამ ლოცვის ბოლოს ღმერთმა აღუთქვა, შეპირდა რომ როგორც ჩვენ თხოვეო ეგრე გავაკეთებ. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, პატარა გოგონა ევედრება სამყაროს შემოქმედს და ღმერთი ეუბნება რომ როგორც ჩვენ თხოვე ეგრე გავაკეთებ. რა საოცარი ამბავია უბრალოდ რომ დაფიქრე, რამხელა სიწმინდეს უნდა მიაღწიო ადამიანმა შენი ცხოვრებით რომ სამყაროს შემოქმედი ამას გეუბნება. მოდი ზოგადად თქვათ წმინდა ბარბარის შესახებ. ეს თქვენი შეკითხვებია ალბათ, ხო? სანამ შეკითხვებზე გადავალთ. რატო ვიკითხე იცით წმინდა ბარბარის შესახებ, იცით თუ არა მეთქვი? ხელმეორედ მოყოლით რომ არ დამეღალეთ. მაგრამ თუ გნებავთ ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ მისი ცხოვრება. პატარა გოგონა იყო, დედა ადრე გარდაეცვალა როგორც ჩანს, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში დედა არსად არ ჩანს. და მამამ ჩათვალა რომ ეს მდაბიო ხალხიო, ანუ ჯერ ნახეთ როგორია სიამაყე ამპარტავნებაა რომ თვითონ თავის თავს რაღაცად თვლის და ერთ ადამიანზე მაღალიც და უკეთესიც რო გეგონოს შენი თავიო, მამა გაბრიელი როგორ ამბობდა. უკვე შენ ამპარტავანი ხარ და ამპარტავნება ზუსტ უფალს. ესე იგი ფიქრობდა რომ ეს მდაბიო ხალხი არ არიან ღირსი იმისა რომ ჩემი შვილი ნახონ. და ამიტომ გამოკეტა ერთ კოშკში. და იქ იზრდებოდა, მასწავლებლები მიდიოდნენ, იქ ასწავლიდნენ. და წმინდა ბარბარე, ესე იგი, იყურებოდა ამ კოშკიდან და თავს ადევნებდა ბუნების მშვენიერებას. და ფიქრობდა, რომ ამ ყოველივე შემოქმედი უნდა ყოფილიყო ერთი ღმერთი. და არა ის მრავალი ღმერთი, რასაც მას წარმართი მასწავლებლები ეუბნეოდნენ. ანუ თავისი დაკვირვებით, აი, იმიტომ რომ ღმერთის ხელი ყველაფერში ჩანს თუ დააკვირდები. და წმინდა ბარბარემ ეს ამოიცნო სწორედ. შემდეგ დადგა ის დრო, რომ წმინდა ბარბარე უნდა გაეთხოვებინათ, მამამ შესთავაზა რომ გათხოვილიყო, მაგრამ წმინდა ბარბარე მამაზე უარი განაცხადა. მამა მიფიქრა, მამას დიოსკორე ერქვა. მამა მიფიქრა, რომ
ალბათ დიდი ხანი განმარტოებით აი კოშკში გამოკეტილი ცხოვრების გამო მოკლედ ხასიათი წაუხდა და აღარ უნდა ამ ცხოვრებაზე ფიქრი და ამის შემდეგ გამოუშვა ის კოშკიდან. მან გაიცნო ქრისტიანი ქალწულები. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტოლი გოგონები გაიცნო. თქვენი ტოლი გოგონები გაიცნო და ახლა მაგალითად თქვენ ხო შეგიძლიათ რომ ვიღაცას აუხსნათ, დავუშვათ ახლა ქრისტე შობა მოდის, რომ ქრისტე სად იშვა, რომ ბეთლემში იშვა ქრისტე, რომ ქრისტე არის განკაცებული ღმერთი, ადამიანად მოსული ღმერთი, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანი გადაერჩინა და მისთვის ჯარს ეცა. ესმით და აი ესე უხსნიდნენ ის ქალწულები წმინდა ბარბარეს ქრისტიანობის შესახებ ასწავლიდნენ. რომ ასე ძალიან მოეწონა, მოინათლა და როდესაც მამა დაბრუნდა, მამა წასული იყო სადღაც, ამ დროს იქ აბანოს აშენებდნენ და მამა იყო კერძთაყვანისმცემელი და მზისა და მთვარის პატივსაცემად აბანოზე გადაწყვიტა, რომ 2 სარკმელი გაეკეთებინა. ეს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, მარტო იმიტომ კი არა, ახლა შეიძლება ნებისმიერ ოთახს ჰქონდეს 2 სარკმელი, მაგრამ არანაირი შინაარსი არ იყოს იქ ჩადებული, უბრალოდ 2 ჭირდებოდეს იმ ოთახს და მეტი არაფერი. მაგრამ აი ამ აბანოს ჰქონდა ის შინაარსი, რომ მზისა და მთვარის თაყვანისცემად იყო. ამიტომ წმინდა ბარბარემ უთხრა მშენებლებს, რომ მესამე სარკმელიც გაეკეთებინათ. მესამე რატო უნდა გაეკეთებინათ? თქვენი აზრით. მესამე. რატო აი ქრისტიანობა რა შუაში? მესამე რაში იქნებოდა საჭირო? მამა ზედა სული წმინდა. კი ბატონო, ყოვლა წმინდა სამების გამო. რომ ღმერთი არის ყოვლა წმინდა სამება. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი. ახლა მამა რო დაბრუნდა, ჯერ მშენებლები ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ მაინც ბარბარეს დაჟინებული თხოვნით, რომ მამას თავად გასცემდა ამაზე პასუხს, მშენებლებმა გააკეთეს 3 სარკმელი. მამა დაბრუნდა. შვილს კითხა ამის შესახებ და წმინდა ბარბარემაც მამას აუხსნა აი საფუძვლები ქრისტიანობის, რომ ყოვლა წმინდა სამება არის ღმერთი, რომ ეს ღმერთია სამყაროშია მოქმედი და ასე შემდეგ, რომ ეს ღმერთი მოვიდა ადამიანთან, ეს არის მე-3 საუკუნის ბოლო, მე-4 საუკუნის დასაწყისი. ამ დროს ქრისტიანობა იდევნება. ქრისტიანობა ყოველთვის იდევნება, დღესაც იდევნება. ქრისტიანული აზრი დღესაც იდევნება. და დღესაც დამცირების და ლანძღვის და აბუჩადაგდების ობიექტი ხდება ქრისტიანი ადამიანი, მაგრამ მაშინ იდევნებოდა ის ცეცხლითა და מחვილით. და პირველი ქრისტიანი იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი, რომელმაც 313 წელს მილანში გამოსცა განკარგულება, რომელიც მილანის ედიქტის სახელით არის ცნობილი და ამ 313 წლის მილანის ედიქტის საფუძველზე ქრისტიანობა აღარ იდევნება, როგორც სხვა რელიგიები არ იდევნებიან, ისე ქრისტიანობა აღარ იდევნება. ანუ მაშინ შეწყდა, ოღონდ ეს რომის ერთ ნაწილში. და მანამდე ქრისტიანობა იდევნება და წარმოედგინეთ ამ პირობებში წმინდა ბარბარე ასე აღიარებს, რომ ეს არის ქრისტიანი და მამას უქადაგებს ყოვლადწმინდა სამების შესახებ. მამა ესე რომ ვთქვათ, აი წარმოედგინეთ რა უნდა იყოს ადამიანი, რომ წავიდეს და იმ ქვეყნის მმართველთან დაასმინოს, ანუ დააბეზღოს თავისი შვილი, რომ წავიდა და უთხრა, ჩემი შვილიო, ქრისტიანებმა გადაიბირესო. და ითხოვს, რომ შვილი დასაჯონ, წარმოიდგინეთ. აი ადამიანი რომ ქრისტიანობას ცილდება, მერე უკვე ის როგორც ადამიანი ისიც აღარ ვარ. აი როგორც მამა, ეხლა რომელი მამა უნდა იყოს, რომ შვილს ესეთი რაღაც გაუკეთოს, წარმოიდგინეთ. და ნუ მერე მარკიანემ ქვეყნის მმართველმა გადაწყვიტა, რომ თავად დიოსკორესთვის მიეცა ამისი უფლება, რომ შვილი დაესაჯა. და მოკლედ გაეკიდა თავის შვილს, ჯერ სცემა, მერე საპყრობილეში ჩააგდო, საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ თავი მოეკვეთა. და აი ამ მოწამეობრივი აღსასრულის წინარი, რომ წმინდა ბარბარე ლოცულობს. და ერთ-ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც წმინდა ბარბარე ითხოვს ღვთისაგან, არის რა, რომ ვინც მე შემევედრებაო, ყველა დაიცავიო უზიარებელი და უეცარი სიკვდილისაგან. უეცარი და უზიარებელი სიკვდილი.
უეცარი სიკვდილი რა არის? აი სადღაც ავარია მოხდება, სადღაც უბედური შემთხვევა, სადღაც შეიძლება ადამიანი ახლა აი ცოცხალი იყოს დადიოდეს და უცბად რაღაც ან ტრომბით, ან რაღაც სხვა დაავადებით უცბად გარდაიცვალოს. ხო, უეცარი სიკვდილი. უზიარებელი სიკვდილი აი, როდესაც ადამიანი არ ნანობს თავის ცოდვას. ჩვენ ახლა აი ყოველდღიურად ხო ვცოდავთ, ადამიანი ცოდვისკენ არის მიდრეკილი. და თუ ადამიანი არ ნანობს თავის ცოდვას, თუ ადამიანი არ ეზიარება და ესე გარდაიცვლება, ეს ძალიან ცუდი, ეს დამღუპელია ადამიანისთვის. მეტომაც აი ახლა წარმოიდგინეთ აი ხელები, ჩვენ ხო ყოველდღე ვიბანთ ხელებს არა? და წარმოიდგინე რომ ერთი თვე რო არ დაიბანო ხელები. ამ მდგომარეობაში იქნება ერთი წელი რო არ დაიბანო. ხო როგორი შავი იქნება და ჩვენი სულიც ესეა. როგორც ხელებისთვის არის წყალი, ისე სულისთვის არის ეს აღსარება. ამითი ადამიანი თავისი გულიდან იმ ყველაფერს, რაც იქ არ მოსწონს, გამოიტანს. და რაც გამოიტანს, იცი? აი მაგალითად, ახლა თქვენ 2 კლასი ხო ხართ აქ? მე 9 და მე 10, ხო? 9 და აი წარმოიდგინეთ ახლა კლასი, სადაც ჩვენ გვაქვს ესეთი თვისებები. ვართ ამპარტავნები. ამპარტავნება ხო იცით რაც აი ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვს და სხვა რო არაფრად მიმაჩნია. დავუშვათ ამპარტავნები ვართ. ვართ ეგოისტები, მარტო ჩვენს თავზე ვფიქრობთ. ვართ ესე იგი არ პატიობთ ერთმანეთს. ვართ შურიანები, დამცინავები სიტყვაზე და ახლა წარმოიდგინეთ კლასში თუ 30 ესეთი ვართ. ეგეთ კლასში სწავლა ჯოჯოხეთი არ არის? აბა წარმოიდგინე. რო იცი რომ აი შენ დაფასთან გახვედი, ერთი გახვედი და 29 იგზის. პატარა შეცდომა და იცი რომ ყველა დაგცინებს. თუ ხმამაღლა არა გულში მაინც რაღაცას იფიქრებს. ორი ერთმანეთს გადაუჩურჩულებს და შენ გონია შენზე ლაპარაკობენ და აი ესეთი გაუტანლობა, უპატიებლობა, დაცინვა, აბუჩათაგდება, უსიყვარულობა ყველა თავის თავზე ფიქრობს. მაგრამ მეორე მხრივ ახლა შევხედოთ. თუ ადამიანი ამ ნებებს მოიცილებს ეგოიზმის ან მარტო თავის თავზე რო ფიქრობს, ამპარტავნების, აი მიუტევებლობის და გახდება როგორი? უწყინარი, ადვილად პატიობს ადამიანებს. ამპარტავნი კი არ არის, თამდაბალია. იტყვის რომ აი ეს ჩემი ბრალი იყო. შენი ბრალი კი ეს ჩემი ბრალია რაღაც რო დაშავდა. დავუშვათ შენ თუ რაღაც გეშლება, მე ადვილად გპატიობ. თუ ერთი გამოდის დაფასთან და ეშლება, ის 29 წუხს ამის გამო. არამც თუ სიცილს ვერ ბედავს, იმიტომ რომ უყვართ, იმიტომ რომ ის 29 ფიქრობს, რომ ეხა ჩვენ ვდგევართ იქ. და როგორც მე მინდა რომ მომექცნე, ისე უნდა მოვექცე. და წარმოიდგინეთ, ეგეთ კლასში სწავლა. არ არის ბედნიერება? აი წარმოიდგინეთ, ყველა რო ერთმანეთზე ფიქრობდეს. აი როგორ კლასში სწავლა უკეთესი იქნება, წინ რო დავახასიათეთ თუ ეს მეორე. მეორე თავისთავად ცხადია. ეგ არის სასუფეველი. სადაც ყველა ერთმანეთზე ფიქრობს. ისე რომ სასუფეველი სადღაც როდისღაც კი არ იწყება. სასუფეველი აი აქ ჩვენ შეგვიძლია რომ შევქმნათ ეს მდგომარეობა ესეთი. ოღონდ ამას ვერ შევქმნით თუ ჩვენი გულებიდან ის მავნე რაც არის ის არ გამოვდევნეთ და რაც კარგია ის არ დაინერგა იქ. და ამას აღსარების და ზიარების გარეშე ვერ შეძლებს და აი ამის გარეშე გარდაცვალებისგან რომ დაიცვას ადამიანი, იმიტომ ევედრებიან წმინდა ბარბარეს. ისედაც თქვენ რომ ნახავთ წმინდა ბარბარეს ხატს, ბარძიმი უჭირავს ხელში. ზოგადად, ვინც მოწამეობრივად აღესრულება ხოლმე, იკონოგრაფიაში, ანუ ხატწერაში გამოისახება ჯვრით ხელში, მოწამეები ჯვრით ხელში რომ ნახავთ ხატებს რომ ნახავთ, ჯვარი რომ უჭირავს, ესე იგი ის ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა, ანუ სისხლით დაღვარა მისი სიყვარულის გამო. და წმინდა ბარბარეს ბარძიმი უჭირავს. იმიტომ რომ აი ეს დევს შინაარსი რომ მას ევედრებიან რომ უზიარებელი არ გარდაიცვალოს ადამიანი. ესე რომ აი განსაკუთრებით ბავშვების მფარველია წმინდა ბარბარე, იმიტომ რომ თვითონაც პატარა გოგონა იყო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი ესეთი გოგონა, რომელიც ქრისტეს სიყვარულის გამო კი მზად არის რომ სისხლით დაღვაროს. აი ჩვენს კლასში რო სწავლობთ. უბრალოდ თუ შეგიძლიათ დაახასიათოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორი იქნება. როგორ
ზრუნველი იქნება. კიდე როგორი შეიძლება იყოს. აი მაგალითად რაღაცა კონფლიქტი მოხდა ორ ადამიანს შორის. ნეტა რას იზავდა ის? რა ნეტა შეარიგებდა, ხო ეცდებოდა რომ შერიგებისკენ წაიყვანა საქმე და არა იმისკენ რომ უფრო გაეხლიცა იქაურო. კიდე როგორი იქნებოდა. უბრალოდ აი თქვენი აზრი. ჩვენ ახლა სწორ მართალს ხო არ გავარჩევთ, ვინ სწორად თქვა, ვინ არა სწორად თქვა. აი ღმერთმა იცის. თქვენი აზრით, აი როგორი შეიძლება ყოფილიყო ყოველდღიურ ცხოვრებაში 21 საუკუნეში. დინჯი იქნებოდა, ხო? დინჯი იქნებოდა. 7 იქნებოდა, კიდე არა ესეთი. კიდე როგორი შეიძლება ყოფილიყო. იცი რატო ამბობ ამ ფსევს, რატო? ჩვენ იმიტომ ვიხსენებთ მის ცხოვრებას, რომ მას უნდა მიუბაძოთ, იმიტომ რომ ის ამ ცხოვრებით გადარჩა. ცხონდა. ჩვენ ახლა ამ წუთის სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ აბა გაიხსენეთ ერთი 60 წლის წინ, 70 წლის წინ ამ ქალაქში სხვა ახალგაზრდები ხო ცხოვრობდნენ. სხვა სკოლის მოსწავლეები. დღეს შეიძლება ისინი ამ ქვეყნად აღარც არის. დღეს ჩვენ ვართ. ეგ იმას ნიშნავს, რომ 70-80 წლის შემდეგ შეიძლება აქ სხვა ახალგაზრდები იყვნენ. ჩვენ აღარ ვიყავით. ესმით რაზე ალაბა? მე აღარ ვიყავ. სხვა მოძღვარი იყოს, შეიძლება. სულ სხვა, აი ხესრო ფოთლების წვივა, მე რეგიო ფოთლებს ხო არ იბავს, სხვა ფოთლებს იბავს. ის ფოთოლი წავიდა. მაგრამ აქ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ რისთვის ღირს სიცოცხლე. და რა იქნება გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვალება რო უეჭველად იქნება, მე მგონი მაგაში ყველანი თანხმდებით, ხო მართალია. მაგრამ გარდაცვალების იქით რა იქნება? ეგ დამოკიდებულია იმაზე, აქ ადამიანი ამ წუთის სოფელში როგორ იცხოვრებს. ღვთისმცნებით იცხოვრებს, თუ თავისი რაღაცა წარმოდგენებით იცხოვრებს, თუ რაღაც შეეშლება, ნანობს თუ არ ნანობს დაუშვათ. აი მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე რომ მე გისურვებთ ყველას, რომ რაღაცნაირად ღვთისმცნებით გვეცხოვროს. აი საგზაო ნიშნები რო არსებობს. ადამიანმა საგზაო ნიშნებს თუ არ მიაქცია ყურადღება, კარგი დღე არ დაადგება, ხო მართალია. იქ სადღაც რაღაცას გიგრძალავს. იქ სადღაც მიმართულებას გაძლევს. ახლა მე რო თქვენთან მოვდიოდი, Google-ის რუკით სარგებლობდით, რომ აბა ისე რა ვიცოდი თქვენი სკოლა სად იყო, ამითი მოვედი. ანუ ის გიჩვენებს სწორ გზას, რომ არ გადაუხვიო გზიდან და ჩვენ რომ აი სწორი გზით ვიაროთ, მაცხონებელი გზით, ღირსეული გზით, ჩვენი მამა-პაპის მიერ გავლილი გზით და ჩვენამდე მოტანილი გზით, ეს არის სწორედ სახარებისეული მცნებები, რომელიც ხან რაღაცას მიგითითებს, ხან რაღაცას გიგრძალავს. ხან გეუბნება ამ სიტუაციაში როგორ მოიქცე. ქრისტიანობაც ეგ არის. როგორც ქრისტე მოიქცეოდა ჩვენს ადგილზე, რომ ეცდები მიბაძო მას. და ისე მოიქცე, მაგალითად შეურაცხყოფას გაყენებენ. როგორ იქცეოდა ქრისტე, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორ მოიქცა ქრისტე, როცა ჯვარზე გააკრეს. რა თქვა? ჯვრიდან. არ იციან რას აკეთებენ, მიუტევენ, არ იციან რას აკეთებენ. იმიტომ რომ ბოროტ მოქმედმა რომ იცოდეს რასაც აკეთებს, აღარ გააკეთებს. ანუ რომ იცოდეს რასაც აკეთებს, იმას თავის თავს უკეთებს, მაშინ ძალიან დაფიქრდებოდა. იმიტომ რომ რასაც გააკეთებ, აუცილებლად დაგხვდება წინ. სიკეთე იქნება ეგ თუ ბოროტება იქნება. ისე რომ მაგას კაცი ვერ გადაურჩება. პატარაობისას პაპა მომიყვა ასეთ ამბავს. ადრე იყო ხოლმე კოლექტივები. კოლექტიური შრომა იყო ხოლმე და ამ კოლექტივში გაწევრიანებულები იყვნენ ადამიანები და ამ კოლექტივის თავისი თავმჯდომარე ყავდა. როგორც მე გამიგია თორე მე ეს კოლექტივი არ ვიცი. ერთხელ ამ კოლექტივის თავმჯდომარეს დაუსნეულდა, დაუავადდა ძროხა. და ეხლა რა ქნას? ანუ ისე დაუავადდა, რომ მისი ჭამა არ შეიძლება. მაგრამ დაენანა როგორც ჩანს ამ ძროხის უელად ესე გადაგდება და რა გააკეთა? დაპატიჟა თავის თანამშრომლები, მოიმადლიერა, ესე რომ ვთქვათ, დაკლა ეს ჩვენი ძროხა და ყველას გაუმასპინძლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თვითონ შეჭამდა? ხო გამორიცხულია რომ შეეჭამა.
მაგრამ სხვები ხო შეჭამდნენ, ვინც არ იცოდნენ რა მოხდა. ეს აი რეალური ამბავი, რაც მათ თავისი თვალით რო ნახა. და რა მოხდა? არავის არაფერი მოვიდა ამ თავმჯდომარის გარდა. ხო საოცარი ამბავი. ანუ რაც თითქოს სხვისთვის გააკეთა, ის დაემართა თვითონ მას. და ეს ცხოვრებაში ყველა ნაბიჯზე შეხვდება ადამიანი. შეიძლება იმ წუთშივე არ შეხვდეს. წლები გავიდეს და სადღაც დახვდეს თავისი გაკეთებული ცუდი ან კარგი საქმე. ამიტომ მაცხოვარი რო ამბობს ძვიდან რომ არ იციან რას აკეთებენ. მათ რო სწოდნოდათ რომ ეს წინ დახვდებოდათ და წინ მართლაც დახვდათ. ახალი წელთაღრიცხვით თუ არა ვწდები 70-71 წელი ვესპასიანე და ტიტერომ შეიჭრნენ იერუსალიმში. იქ ისეთი ამბები მოხდა, რომ აი თან ამას აღწერს მათი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. ეხლა ეს რო ქრისტიან ისტორიკოსს აღეწერა, შეიძლება და ეთქვათ, რომ ეს მიკერძოებულია და იმიტომ თქვა, რომ ქრისტე რო ჯარზე გააგრეს. არა, ეს მათი ისტორიკოსი იყო იოსებ ფლავიუსი. ისეთ რაღაცებს აღწერს, რომ აი ისეთი გაუსაძლის მდგომარეობას, შიმშილობას, რომ ხალხი იყო ერთი ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანმა შიმშილის გამო თავისი ჩვილი ბავშვიც კი შეჭამა. აი წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ყოფილიყო რა გაუსაძლისი მდგომარეობა და გონებიდან როგორ უნდა შეშლილიყო ადამიანი, რომ ეს გაეკეთებინა და ასეთი უბედურებები მრავალი. ისე რომ ტყუილად არაფერი არ ჩაივლის. და სანამ ადამიანი სხვას რაღაცას გაუკეთებს, უნდა იფიქრო, ეს მოვუკეთებ ჩემს თავს. აი, დავუშვათ, ეხლა უკვე ხო დიდი ბიჭები ხართ, უკვე მე-10 კლასი პატარა ბიჭიაო ვერ იტყვი. აი, ქუჩაში გაიხედავ და ვიღაცა გოგონა დაინახე. შენ შეგიძლია მას შეხედო. მაგრამ შენს თავს არ უნდა მისცე უფლება იმის იქით შეხედო და იმის იქით იფიქრო, რაც არ გინდა რომ შენს დაზე, შენს მეუღლეზე თუ დედაზე, აი შენ როგორც გინდა რომ სხვა მოგექცეს, გულის ფიქრებშიც კი ეგეთი სუფთა უნდა იყოს ხის მიმართ. თუ გინდა რომ შენ ესე იგი ქრისტიანი გერკოს, იმიტომ რომ ქრისტიანი ის არის, ვინც ცდილობს სხვას არ მოექცეს ისე როგორც მას არ მოეწონებოდა. ესმით რა ზიალაბა და სხვას გაუკეთოს ისეთი რამე, რაც მას ესიამოვნებოდა. აი თუ გინდა რომ ქრისტიანი გერკოს, ქრისტიანობა არ არის მარტო მონათლა. ქრისტიანობა არის ცხოვრების წესი. ქრისტიანი, როდესაც ინათლება, ადამიანი, როდესაც ინათლება და ქრისტიანი უნდა რომ გახდეს, ნათლობისას, აი თუ გახსოვთ, თუ რომელიმე ან დიდი მონათლული ხართ, ან ნათლობას დასწრები ხართ, მღვდელი რამდენიმე გზის ეკითხება მოსანათლს და ნათლიას. განეშორები ეშმაკს, განეშორები. გინახიათ ესე რომ მღვდელი დააყენებს და ეკითხება. მერე შეუდგები ქრისტეს, ანუ პირობას დებს. ეს პირობაა დადებული ღვთის წინაშე. ეხლა მე კაცი რო სიტყვას იტყვის და მერე იმას არ შეასრულებს, შეიძლება რომ იმას კაცი დაარქვა? კაცი თავისი სიტყვით ფასობს. კაცის სიტყვამ თუ ფასი დაკარგა, ესე იგი ის კაცი კარგავს ფასს, ხო მართალია? ხო და ადამიანი ღვთის წინაშე დებს იგივე პირობას და ეუბნება რომ მე შენ გამოყვები. განვეშორები ცოდვას ყველა საეშმაკო საქმეს და მე შენ გამოყვები. გამოყვები რას ნიშნავს? მე შენ მოგბაძავ. და იმისათვის რომ ადამიანმა ეს პირობა შეასრულოს, უნდა იცოდეს სახარებისეული მცნებები, უნდა იცოდეს ქრისტე როგორ მოიქცეოდა. და თუ ეცდება რომ მიბაძოს, რამდენადაც ეცდება რომ მიბაძოს, იმდენად არის ქრისტიანი. თორე თუ ადამიანი მარტო პირობას დებს და არ ცდილობს შეასრულოს, მაშინ აბა როგორ არის ქრისტიანი? ესმით, ამაზე ლაპარაკი. გადავხედოთ თქვენ შეკითხვებს. თორე არ მიყვარს ხოლმე ძალიან მონოლოგის რეჟიმში და თქვენც უნდა ჩაერთოთ. მე ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, სადაც მივდივარ. მე ვეცდები მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო თქვენთან საუბარში და ურთიერთობაში. თქვენც უნდა ეცადოთ გულწრფელი იყოთ, რაღაც შეკითხვებით, რაღაცას ფიქრობთ. ამ გულწრფელობის გარეშე ურთიერთობა უბრალოდ არ არსებობს. მაშინ ერთმანეთი უნდა მოვატყუოთ ახლა და რა აზრი აქვს, ან თქვენ რატო კარგავთ დროს და ან მე ხომართან. თუმცა ახლა ისიც არის, რომ პირველად რო ხვდებით ერთმანეთს, რაღაცა
შეუძლებელია პირდაპირ ესე უცხელობა და ნდობა, მაგრამ მე ჩვენსკენ დავპატიჟოთ ეს ბავშვები, აი მხრანს ვთხოვ, რომ ჩვენთანაც ჩამოვძანდეთ, დაგვათვალიეროთ, მე იქაც ვისაუბროთ და კიდევ უფრო დავახლოვდებით. ნახოთ აბა ერთ. ხო ეს არის, აქ რაც არის, სხვა რამე. შეგიძლიათ განიხილოთ შუშანიკის წამება, რისთვის ეწამა შუშანიკი. თქვენი აზრით რისთვის ეწამა? მოდი ესე გავაკეთოთ. ჩვენ როდესაც აი ესე მოდიან ხოლმე კლასები და რაღაც შეკითხვას ვამენ, ან მე მივდივარ სადმე, ვცდილობ ხოლმე, რომ მოდი ჯერ თვითონ აუდიტორიაში ვიპოვოთ ეს შეკითხვა. და თქვენ აღმოაჩენთ ერთ რაღაცას. მე რომ ეს შეკითხვები მარტო წავიკითხო და თქვენ იგრძელოთ ამაზე, ამის პასუხებს უკვე ვიპოვეთ. უბრალოდ მე ამაში მოგეხმარებთ. თქვენი აზრით, რისთვის ეწამა შუშანიკი? ვის შეუძლია რომ თქვას? რელიგიის სიყვარულის გამო. კიდევ სხვა აზრი ხო არ გვაქვს? რისთვის ეწამა შუშანიკი? თქვენ როგორ? მერც არ უღალატა კი ბატონო. თქვენ ისეთ კლასში ხო ეხა რაღაც ისეთი დაბეჭდილება მრჩება, ისეთ კლასში ხო არ სწავლობთ, პირველად რო დავახასიათო. ხო არ ვფიქრობთ რომ რაღაცა თქვენს ნათქვამზე რაღაცა არა. რატომ, აბა რატო ეწამა წმინდა შუშანიკი? აი წარმოიდგინეთ რომ მე ვარ მესამე მეოთხე კლასელი ბავშვი. ხმერს არ უღალატა და როცა ვარსკენი წავიდა სხვა რელიგიაზე და მოსულა და მომივიდა და ეცადა რომ ისიც გადმოეყვანა სხვა თავის მხარეს შუშანიკი უარზე იყო თქო უნდა და მაგის გამო ვარსკენს რომ ამოვიდა სხვა თვითონიც ფიალა წამება და უცხო და მე ეს დაიტანა და არ დანებდა. კი ბატონო, ქრისტეს ერთგულებით. ეხლა ამას იცი რატო ამბობ? წარმოიდგინეთ, მე ვარ მესამე მეოთხე კლასელი, აი დერეფანში შეგხვდათ პატარა ბავშვი და გეკითხებათ, ხო უკვე დიდი ბიჭები და გოგოები ხართ და ხო აქ ცხოვრობთ, ქართველები ხართ, ქრისტიანები ხართ და რაღაცა და დაიწყო შეკითხვა. აი ეს მაინტერესებს. შენ რა ქვია? ბექა, აი კითხოს რომ ბექა, აი რაღაცა მაინტერესებს. და თუ რა აინტერესებს, ეხლა წაგიკითხავთ. შეკითხოს. რა აინტერესებთ მესამე მეოთხე კლასელებს და თქვენ აუხსენით მოდი. კარგი, მე ვარ ეგ მესამე მეოთხე კლასელი. კარგი. როგორ გაუმკლავდეთ სტუნებებს, რომელიც ხელს გვიშლიან რწმენის გაღრმავებაში? მაგრამ ჯერ ახლა ეს მაინტერესებს, სტუნება რა არის? ჯერ რასაც უნდა გაუმკლავდეთ, ჯერ ის თუ არ ვიცი რა არის, მაშინ ვის უნდა ვებრძოლო, რა არის სტუნება? ცოდვა რომელიც გაცნობიერებული გვაქვს, მაინც ვაკეთებთ. აბა კიდე რა არის სტუნება? რა არის სტუნება? ერთი მარკერი თუ იქნება კარგი. საბოლოოდ ვეღარ აიწყო კაფეინა. ძალიან გინდა კაფე. მაგრამ მივიდე. მაგრამ საბოლოოდ იმან მოგინდა რომ აიგე და სტუნება. დაუშვათ გინდოდა რომ აგეღო, მაგრამ რო აიღე цариელი დაგხვდა. ანუ მარხვა და ეხა ხო მარხვა ქრისტეშობის მარხვა. და იმდენად მოგინდა რომ ესე იგი მაინც გადაწყვიტე რომ მოდი მარხვას გავარკვევ. ოღონდ ეს ჯერ როგორ ხდება, იცი? ჯერ აზრი მოდის. გაიელებს აზრი. ეგ ისეთი რამეა რომ მაგას შენ ვერ შეაჩერებ. ეს მაგ შეუძლია 1000 აზრი მოგიტანს, მაგრამ შენ თუ არაფრად არ ჩააგდებ, ეგ შენი აზრი არა. აი მაგალითად ქუჩაში რომ მიდიხარ და ვიღაც რო დავუშვათ თუ იგინება ან იწევლება, შენ ხო გესმის, მაგრამ ეგ შენი ცოდვა არ არის. მარტო იმიტომ რომ შენ ყურში შემოვიდა ეს ხმა, ეგ ხო არ არის შენი ცოდვა. მაგრამ ეხლა თუ იზგინება შემოვიდა და შენს გულში დაეთანხმები, ეგრეა, ეგრეა თუ ეთქვა, ეგ უკვე შენი ცოდვაც არის, ხო მართლა? ანუ აზრი შემოვიდა, შენ არ მიაქცია ყურადღება, მაშინ თავისუფალი. ეხლა აზრი თუ შემოვიდა და შენ იწყებ იმის განხილვას, მართლაც რა გემრიელი კონფეტი იქნება. მე ვფიქრობ იმას, რომ
ხო არ შეგეთვალიერებინა ისე აგებო არა არ შეჭამდი მაგრამ ისე აგებო უბრალოდ რა თვალიერებდი დადებდი ევა კი ბატონო ხოდა ნახეთ ეხლა აიღე დაუშვათ გინდა რომ აიღო ეს კონფეტი და მაგრამ ეხლა გადაწყვიტე რა მოხდა თუ ერთ დღეს მარხვას დააყარა მე გააგზელეს ეს მარტო მარხვაზე კი არა საერთოდ ვამბობ ნებისმიერ რამე ეხლა უკვე ეძებ გზებს რომ როგორღაც აიღო ეს კონფეტი დავუშვათ ეს კონფეტი მაღაზიაში დებს ეხლა ჯიბეში კი არ გიდევს რომ მარტივად ჩაიყო მაღაზიაში დებს და ეხლა უკვე გადაწყვიტე მოდი რაც არის წავალ და ნუ ერთხელ შევჭამ რაც ქნება იქ და მიხვედი და მაღაზია დახვდა დაკეტილი ხარ თუ არა ცოდვაში როგორ ფიქრობთ მაინც სადერ გაგეკეთე მაინც სადერ ან ნახე ხოდა შენ უკვე რომ გადაწყვიტე რომ გაგეკეთებინა უკვე ცოდვა მაგრამ ღმერთმა მაინც დაგიფარა დაგინდო და ბოლომდე როგორც იტყვიან დამკაში არ გახვედი აი მაგალითისთვის ვიტყვი დაუშვათ გაიგე რომ ვიღაც არის გაჭირებული ადამიანი ჩავარდნილია საჭმელი არ აქვს ახლი დასალაგებელი აქვს შენ გადაწყვიტე რომ მისულიყავი ეს ჯერ ეს ბრძოლა გონებაში მიდის ჯერ აქ თუ ვერ მოიგე ისე არ წახო ან აქ დამარცხდები და მაშინაც არ წახო ჯერ იქ უნდა მოიგო გადაწყვიტო შენს თავში ახლა შენ 1000 აზრი მოგდის ახლა შენ მიხვალე სირთულე დაგხვდება ის სირთულე 1000 გვარი რაღაცა მაგრამ შენ თუ მაინც გადაწყვეტ რომ მე ავდგები და წავალ ყველაფრის ფასად მივალ და მივეხმარები საჭმელსაც გავუკეთებ და სახსაც დავულაგებ მიხვედი და თურმე მანამდე შენი მეზობელი შესვლა და გავუკეთები ეგ ყველაფერი მაგრამ ეგ შენთვის მადლია უკვე შენ რომ ეს გადაწყვიტე და ამისთვის წახვედი ეგ მადლია უკვე შენ მადლი მიიღე ამ შენ უკვე გააკეთე ის და მერთმა ჩაგითვალა როგორც უკვე გაკეთებ ისე როგორც ცოდის შემთხვევაში ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ აი ამ სტუნებასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ მე ძალიან ხوار დროს ხوار წელავ ძალიან არა ჯერ არა ხო იყო ერთი ესეთი წმინდანი წმინდა იოანე კოლოვი მოკლეს მინიშნავს ტანმორჩილს დაბალი კაცი იყო ეს რისი იოანე ბერი იყო და ჯერ მოდი ორიოდე სიტყვით ვიტყვი ამ კაცის მონასტერში მისვლაზე ეს კანონი აიღე და იქით გადავალა ხო შეიძლება იქით გადავალა იქით გადა ეს როდესაც მონასტერში მივიდა მას დახვდა ასეთი მოძღვარი ყავდა წმინდა პიმენი დიდი და მან ასეთი მორჩილება დაავალა მოკლედ რომ წავიდა ხმელი ტოტი წაიღო და კარგა შორ მანძილზე წაიღო და იქ ჩაარჭო და უთხრა ამ იოანეს რომ ყოველდღე უნდა მისულიყო და წყალი დაესხა მისთვის ახლა ეს აი ზე რო ვთქვათ რა ლოგიკურად რო ვთქვათ ყოველგვარ აზრს მოკლებული ჩანდა ერთი შეხედვით იმიტომ რომ ხმელი ტოტი იყო და რა თუნდოდა იმას წყლის დასხმა მაგრამ 3 წლის განმავლობაში მიდიოდა და წყალს უსხამდა და 3 წლის შემდეგ გამოიღო ნაყოფი ამ ხმელმა ჯოხმა და მივიდა მოძღვარი მოწყვიტა ეს ნაყოფი და მოიტანა და ბერებს უთხრა აი ძმებო იგემეთო ნაყოფი მორჩილებისა აი მორჩილება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ რატო წაუნძღვარე ახლა მე ამას გაგახსენებ მორჩილებას ღვთისადმი მორჩილებას მოძღვისადმი ძალიან დიდი ძალა აქვს და ახლა ნახეთ რა ხდება ამ ივანემ შემდგომში შეთხზა მოიგონა ასეთი იგავი დაწერა ახლა ეს იგავი რა იყო ერთ ქალაქში იყო გარყვნილი ქალი რომელიც უყვარდა ამ ქალაქის მმართველს. მოდი ეს ქალაქის მმართველი ზემოთ დავწეროთ, ხანაერად არის ვარ. ამ ქალაქის მმართველს უყვარდა და მაგრამ ეს უზნეო ქალი იყო.
ამიტომ ასეთი რამე უთხრა. თუ პირობას დადებ, რომ შენ მაგ უზნეობას აღარ გაეკარებიო, მას იმდენად უყვარდა თუ ცოლად უნდოდა რომ შეერთო. მოკლედ დადო ამ ქალმა ეს პირობა და ესენი დაქორწილი. დავწეროთ ქორწილი. ამას თავისი ალეგორიული მნიშვნელობები აქვს. მოხდა ისე რომ ამ ქალის ძელმა მეგობრებმა ბრჭყალებში რა თქმა უნდა რომ გაიგეს ეს ამბავი ძალიან დამწუხნა ესე იგი მოკლედ გამოგვეცალა ხელიდანო და ასეთი რამე მოიფიქრეს მოდიო ამ სახლის ახლოს მივიდეთო ახლა იქ რომ მივიდეთ სახლშიო ეს თავარი კაგდღეს არ დაგვაყრისოდა შორი ახლოს მივიდეთ და შორიდან დაუშტინოთ აი ეს არის საცდური მე ამას გაგახსენებ საცდური რა დაუშტინოთ და ეს რომ ჩვენს ხმას გაიგებსო თვითონ გამოვა ამ ქალმა რა გააკეთა წავიდა და ერთ-ერთ უშინაგანეს ოთახში ჩაიმალა აი ყველაზე ისეთ სამალავი ოთახივით რო იყო სადაც მათი ხმა ვერ მისწდებოდა მის ყურს მათი სტენის ხმა რო ვერ მისწდებოდა ეს ოთახი შიდა ოთახი მოდი ესე დავწეროთ მოკლედ წავიდა და იქ ჩაიკეტა რომ ესე იგი მათი ხმა ამ სტენის ხმა არ მისწდომოდა მის ყურს. ეხა იგავროთ ეს რას ნიშნავს. ეს ქალი არის თითოეული ადამიანის სული, რომელიც უამრავი ცოდვით არის დამძიმებული. ეს ქალაქის მმართველი, თქვენი აზრით ვინ იქნება? კი ბატონო, იესო ქრისტე. რომელსაც ძალიან უყვარს თითოეული ადამიანის სული. ეს ქორწინება არის სინანული. გახსოვთ ქორწინებამდე რა პირობა დადო ქალმა რომ აღარ გაეკარებოდა ანუ სინანული მარტო ის კი არ არის მე ვიღაცას რაღაც წავართვი და აი ნეტა არ გამეკეთებინ არა სინანული ის არის რომ შენ გადაწყვეტ რომ ის აღარ გააკეთო არასოდეს აი სინანულში თუ ეს გადაწყვეტილება არ დევს რომ მაგას აღარ მეუბრუნდე მაშინ ის სინანული არც არის მტკიცე გადაწყვეტილება რომ შენ აღარ გააკეთო შეიძლება იგივე წოდაში ისევ ჩავარდ დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის მაგრამ წინასწარ რომ შენ გაქვს მოფიქრებული რომ მოდი დღეს შევინანებ და ხვალ ისევ გავაკეთებ ეგ თავის მოთხოვა ეგ სინანული არ არის აი ეს სტენარი ითიც ისინი ცდილობდნენ რომ ეს ქალი გამოეყვანათ ანუ ეს სული წამოეყვანათ ცოდვაზე ეს არის სწორედ საცდური და იმისათვის რომ აი ამ საცდურს გადარჩენილიყო ეს ქალი შიდა ოთახში აიმალა რა იქნება ეს შიდა ოთახი? ლოცა, სულიწმინდა, კიდევ რა შეიძლება იყოს? ერთთან კონტაქტი, კიდევ რა შეიძლება იყოს? ჩვენი ფიქრები. ტაძარი, კიდევ? ეგ აქ იყო ქორწინება. რა შეიძლება იყოს? რა დაიცავს ადამიანის სულს? აი ამ საცდურებისაგან. აი ეს ბავშვი მაგას გვეკითხება, როგორ გაუმკლავდეთ ცდუნებებს, რომელიც ხელს გიშლიან რწმენის გაღრმავებაში. აი რაც თქვი იოანემ რომ მორჩილება გაწია თავისი მოძღვრისა ნახე, წავიდა და უსხავდა. ეს არის მცნებები. ყოველ შემთხვევაში როგორც წმინდა იოანე კოლოვი ამიგავს განმარტავს ეს არის. ანუ ადამიანი რომელიც ცდილობს რომ ღვთის მცნებით იცხოვროს ის დაცული იქნება ცდუნებებისაგან. ეხლა აი მაგალითისთვის დავუშვათ ადამიანს რაღაც აწყენინებს და ცდუნება აქვს რომ სამაგიერო გადაუხადოს. მაგრამ თუ კაცი ცდილობს რომ სხვას ისე მოექცეს თვითონ რომ გაეხარდებოდა და ამას ეცდება მთელი გულით რომ გააკეთოს, ხო დაცული იქნება ამის. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ვერ შეძლოს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის გამო რომ ღვთის მცნებით ცდილობ რომ იცხოვრო შენ ეს უკვე გაყენებს სინანულის მდგომარეობაში რატო ერთი იმიტომ რომ თუ დავუშვათ აღმოაჩინე რომ შენ ეს მცნება ვერ შეასრულე შენ იცი რა შეინანო ახლა ვინც მცნება არ იცის საერთოდ იმან არც ის იცის რა უნდა შეინანოს ყოფილა შემთხვევა რომ ადამიანს უთქვას მე ცოდვილი არა ვარ იმიტომ რომ კაცი არ მომეკლავს მას გონია რომ მარტო კაცის მოკლა არის ცოდვა ადამიანი რაც უფრო მეტად ეცნობა საღვთო მცნებას, მით უფრო მეტად შეძლებს რომ თავის თავს დააკვირდეს.
საღვთომცნების შუქზე შეხედო საკუთარ თავს და უფრო მეტად იქნება დაცული. ახლა ჩვენ გვეკითხება მესამე კლასელი ბავშვი, რომ როგორ მივიდი ახლოს ღმერთთან, როგორ დავუახლოვდე მას. რას ეთყობთ? წმენით, აი როგორ, აი რაღაცა პრაქტიკულად შეგვიძლია უთხრათ? დავუშვათ, აბა? ლოცვით კიდე? უფრო მეტი რამე რო შეიმეცნო ღვთის შესახებ, არა? თქვენ ეკლესიაში იაროთ. მაგრამ ახლა ჩვენ შეგვეკითხა, თქვენ რა ქვიათ? ლილიანა, ჩვენ გვეკითხება ეს ბავშვი, ეკლესიაში რატო უნდა ვიარო, აი ტაძარში რატო უნდა ვიარო? გვეკითხება. კი ბატონო, ისეთ ადამიანებთან ერთად კიდე რატო უნდა ვიარო? ჩემი აზრით, ისეთი ადამიანი როგორ ეყვა, ისეთ საერთოდ არ იცნობა. ამის გამო ეკლესიაში წავუდგინეთ საერთოდ იესო ქრისტეზე და შესაძლოა უფრო შეუყვარდება. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. აბა კიდე რა? სახარებას მოისმენს. კიდე რატო ვიაროთ ტაძარში? აღსარებას ჩააბარებს. განიწმინდება კიდევ? ემოციური კავშირი რაღაცნაირად გამშვიდობს იქ. კი ბატონო, ეზიარები, ქრისტეს სისხლთა ხორცს ეზიარები. ხო და ნელ-ნელა ხდება ადამიანის დაახლოება ღმერთთან. ნელ-ნელა ხდება. ღმერთთან ურთიერთობით ხდება. ანუ და კიდე რა, ერთი რამე მინდა გამოვყო კიდე. თუ ადამიანი გულწრფელია, აი თავიდან რაც გულწრფელია იმაში, რასაც აკეთებს. ანუ რაც იცი, იმას რომ აკეთებ, მე ღმერთი უფრო მეც გაგაგებინებს. მაგრამ თუ რაც იცი, იმას არ აკეთებ, მაშინ აბა უფრო მეც რანაირად გაგაგებინებს. დაუშვათ აი მჭიდაობაზე დადიხარ სიტყვაზე. და მასწავლებელმა ერთი ილეთი გასწავლეს. როგორც გაგიხარდეთ, გაიხარეთ, რაოს და ეს. დაუშვათ მჭიდაობაზე დადიხარ და მასწავლებელმა ორი ილეთი გასწავლა. შენ ზარმაცობ არ აკეთებ. და ეუბნები მესამეც გასწავლოს. გასწავლის? მე არ მგონია რომ გასწავლოს. მე არ ვასწავლებ ყოველშაბათს. ჯერ ის ორი თუ არ ისწავლ, ანუ რაც იცის, თუ იმის გაკეთებას არ ცდილობს. ახლა მაგალითად აი ბავშვი პატარა ძმა გყავთ ვინმეს პატარა და დაუშვათ გაგზავნე მაღაზიაში რომ 100 უნდა მოიტანოს და გზაში დააპნია. ახლა იმას შაქარზე გაგზავნი? ხო ვერ გაგზავნი. ჯერ ის პატარა უნდა მოიტანოს კარგად, ხო, რაც უფრო ადვილია. თუ ერთხელ ვერ მოიტანა, ორჯერ, სამჯერ გზაში ეპნევა, შაქარზე ხო ვერ გაგზავნი. ისიც ხო დაეპნევა. ამიტომ ჯერ იმაში უნდა იყო ერთგული, რაშიც ერკვევი, რისი გაგების უნარიც მოგცა ღმერთი. იმით უერთგული. მე დანარჩენსაც ნელ-ნელა მოგცემს და დავუახლოვდებ. აი მაგალითისთვის, დაუშვათ, ჩვენ შეიძლება არ ვიცით, რომ რაღაც აი ის წვრილმანი რაღაცეები არის ცოდვა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ დაუშვათ აი რაღაცა რომ არ უნდა შეიგინო, ეგრო ცოდვაა, ხო იცი? ეგ ხო ყველა მიცის, რომ არ უნდა შეიგინო. მაგრამ თუ მაინც იგინება, ის უფრო პატარ-პატარა ცოდვებს ვეღარ აღმოაჩენს. იმიტომ რომ ჯერ ეს არის მოსაშორებელი. აი მაგალითად, ეხლა ხო შეიძლება სახში მანდილოსანი დადის და კარადიდან თუ აგიდიდან იქ მტერს რო გადაწმენდავს, ხო არის ეს მტერს რო. მაგრამ დავუშვათ სახლი დაიწვა, ჯარი წერია ყველას. ახლა ჩვენ დამწარ სახლში შევდივართ და ეს უნდა მოვაწესრიგო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ადამიანი აიღებს ტილოს და მტრის გადაწმენდას დაიწყებს? არ დაიწყებს. ჯერ დიდი რაღაცეები, დიდი დამწარია ეს ხეები როა ჩამოვარდნილი და სახურავი, ჯერ ეს დიდი რაღაცეები უნდა გაიტანო, ხო მართალი? ჯერ იმ მტერს ვერც კი შეამჩნევ და არც კი მიაქცევ ყურადღებას, იმიტომ ის არ არის აქ თავარი ჯერ. ჯერ ის დიდები უნდა გაიტანო. აი სისულელი არ იქნებოდა ვიღაცას იქ მართლა მტრის გადაწმენდა რო დაეწყო, ფანჯრების დაწმენდა დაეწყო, ჯერ ის დიდ, ანუ ჩვენ ჯერ ღმერთი გვაჩვენებს ჩვენში რაც უფრო დიდი ცოდვაა და თუ იქ ერთგული ხარ და იმას ნანობ და ცდილობ ის გამოასწორო, ღმერთი უფრო ვერ პატარებსაც დაგანახავს. არა ნელა იმასაც და უფრო განიწმინდები. რაც უფრო განიწმინდები, მით უფრო ახლოს მიხვალ ღმერთთან. და რაც უფრო ახლოს მიხვალ ღმერთთან, მით უფრო დამდაბუდები.
და რაც უფრო დამდაბლდები, კიდე უფრო ახლოს მიხვალ ღმერთთან. აი მაგალითისთვის რო თქვა, დაუშვათ. ფეხბურთი ხო ყველას გიყვართ. დაუშვათ, ყავს დედმამიშვილები. და ახლა ჩვენ დედმამიშვილებს ყველას ჯობნით ფეხბურთის თამაში. და სახში ვართ ფეხბურთის მეფე. ხო, ეგრე არ გამოდის თუ ყველა სახში ფეხბურთის მეფე ვართ. ახლა უბანში გავედით. უბანში შეიძლება ვერა ვართ ისეთი ფეხბურთის მეფე. მართალი. ახლა თუ ქალაქის მასშტაბით აიღებ, კიდე უფრო პატარას წარმოიდგენ შენს თავს, ხო მართალი? ახლა თუ შენ ბრაზილიაში ან არგენტინაში ჩაგიყვანე, იქ მიხვდები, რომ ძალიან პატარა ხარ. ანუ რაც უფრო ფეხბურთის მეფესთან ახლოს მიდიხარ, უფრო ხდები, რომ შენ ფეხბურთის მეფე იქ სახში კი იყავი, მაგრამ იქ უკვე ვეღარ ახარ. ეგრე ღმერთთან რაც უფრო ახლოს მიდიხარ, აქ რო შენი თავი მაგარი გეგონა, იქ ხდები, რომ ძალიან პატარა ხარ. ეგ მიხვედრა, რომ შენ ძალიან პატარა ხარ, ეგ უფრო გაახლოვებს ღმერთთან. ვიდრე ის, რომ გონია, რომ მე მაგარი. გასმით? მიხვედრა იმისა, რომ შენ პატარა ხარ, ეგ ნიშანია იმისა, რომ შენ ღმერთს უახლოვდები. ესეთი ამბავი. აღსარების ჩაბარებისას რა უნდა ვთქვათ, როგორ ვუთხრათ მამაოს, რომ მონანიებაც, რის მონანიებაც გვინდა. ანუ მე ესე ვეუბნები ხოლმე ბავშვებს, აი პირველ რიგში ჩვენ ის უნდა უთხრათ მოძღვარს, აი ჩვენ ხო ვამბობდით ამდენი ხანი, რომ რაც შენ გინდა რომ გაგიკეთოს ადამიანმა, ის უნდა გაუკეთოს სხვას. უნდა დავფიქრდეთ. რამე ხო არ ამავს გაკეთებული ვინმესთვის ისეთი, ან რამე ხო არ მithქვამს, ან რამე ხო არ მიფიქრია ვინმეზე ისეთი, რომ ჩემზე რო ეფიქრათ, ეთქვათ, გაეკეთებინათ ჩემთვის, მე რომ არ მომეწონებოდ. და თუ რამე გვაქვს ესეთი გაკეთებული და ადამიანი აღმოაჩენს, რომ აქვს ესეთი გაკეთებული, თითოეული ჩვენთაგანი მაგას აღმოაჩენს. ეგ უნდა მიხვიდე და თქვა, მამაო, მე ვიღაცას დავცინა, ვიღაცის შემშურდა, ვიღაც მოვატყუე, რაღაც დამენანა, სადღაც შემეშინდა სიტყვაზე, სადღაც ვილწი სიტყვა თქვი ვიღაცაზე, სადღაც ვიღაცის ზოგს უკან ვილაპარაკეთ, 1000 გვარი რამე მოკლედ, ყველას ჩვენი თავისებური მიდრეკილებები გვაქვს ცოდვისაგან და ყველამ ეს თავისი უნდა თქვას და აღიაროს და გულიდან უნდა გამოყაროს ეს ყველაფერი ცუდი. მერე ისიც უნდა თქვას, თუ რამის გაკეთება შეეძლო ვინმესთვის კარგი და არ გააკეთა. ჯერ ის, აი დავით მეფსალმუნე როგორ ამბობს, მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი. მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას. ანუ ჯერ ამბობს, მოიქეც ბოროტისაგან. ანუ ჯერ შეწყვიტე იმის გაკეთება, რასაც ცუდს უკეთებდი სხვებს. მერე ეცადე კარგი გაუკეთო. მარტო ის, რომ ცუდს არ უკეთებს სხვებს, ეგ არ ნიშნავს, რომ უკვე ქრისტიანი ხარ და ქრისტიანულად ცხოვრობ. არა, მერე უნდა ეცადო კარგის გაუკეთო სხვებს. რა ხდება, როცა სხვა რელიგიის ადამიანი გვიყვარდება, დასაშვებია? ძალიან სახიფათო ამბავია, მე თუ მკითხავთ, არ ვიცი. ძალიან სახიფათო ამბავია. უბრალოდ დავფიქრდეთ, აი გვეყოლა შვილი. რას შვებით მე? ის შვილი შენ უნდა წაიყვანო ტაძარში, იმან უნდა წაიყვანოს. აი ყოველთვის რაღაც დაძაბულობა. მერე კიდე მეუღლეობა რა არის? არსებობს ცხონების ორი ძირითადი გზა. ერთი არის მონაზვნობა, მონაზონი ქალზეც ითქმის და მამაკაცზეც, მონაზონი მარტო მცხოვრებს ნიშნავს, მონო ხო არის მხოლოდ და ზოი არის ცხოვრება. მონაზონი არის მარტო მცხოვრები. ეს მამაკაცზეც ითქმის, ხო არის მღვდელ მონაზონი, ხო გაიგონიათ? ანუ ბერად აღკვეცილი ადამიანი, რომელიც მღვდლად ეკურთხა. არის მონაზონი მანდილოსა. ეს ერთი გზა. მეორე გზა არის ქორწინება. ანუ ორივე გზას იმიტომ ირჩევს ადამიანი, რომ ქრისტესკენ მიმავალ გზაზე დაუბრკოლებლად იაროს. მეუღლესთან ერთად იმიტომ მიდიხარ, ეს შენი გვერდში მდგომია, შენ მისი გვერდში მდგომი. ახლა შენ როდესაც ტაძარში გინდა წასვლა და ის მხარს არ გიბავს, ის შენ კი არ გეხმარება, პირიქით ის შენი ტვირთი. გესმით რაზე? ამიტომ უნდა ეცადოთ ისეთი შეარჩიო მეუღლე, ვისთან ერთადაც შენ შეძლებ რომ მყარად იდგე ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. ასეთი უნდა შეარჩიო. რომ მერე თან უნდა იფიქრო იმაზე, თუ ვაჟი ხარ, უნდა იფიქრო, ის ადამიანი შენი შვილების დედა უნდა იყოს.
დედა რომელმაც უნდა აღუზარდოს თავის სამშობლოს შვილები და თუ ის არ არის მორწმუნე შვილებს როგორ აღუზრდის, ხო ვერ აღუზრდის. თუ გოგონა ხარ, უნდა იფიქრო შენი მეუღლე ამავე დროს შენი შვილების და საქართველოს შვილების მამა უნდა იყოს. როგორ მაგალითს მისცემს დაუშვათ. თუ არ არის მორწმუნე, როგორ მისცემს იმ კეთილ მაგალითს. ეს მითხრაზეა ლაპარაკი. ამიტომ წინასწარ ამაზე უნდა იფიქროს რაც. მარტო ის არ არის სიყვარული, რომ აი ლამაზი თვალები ქონდა და თვალი ჩამიკრა და ერთად ნაყინი შევჭამეთ თუ გავისეირნეთ და სიყვარული არის თავგანწირო. მაგის გარეშე სიყვარული არ არსებობს. ერთ-ერთ ზღაპარში წავიკითხე ადრე. ასეთი რამე ეწერა. ისე უყვარდათო გარდაცვალების დღეს ერთმანეთიო, როგორც ქორწინების დღეს. ხო და ეს იყო იქ წარმოჩენილი თითქოს ძალიან დიდებული ცხოვრება ჰქონდა თან ბოლომდე ეს სიყვარული შეინარჩუნა. მე ვფიქრობ თუ ქრისტიანულად შეხედავ და აი ღრმად ჩაუკვირდები, ეს ნიშნავს რომ ისინი საერთოდ ვერ განვითარდნენ. გესმით ან როგორც 18-19 წლის ასაკში უყვარდათ ერთმანეთი, მათ სიყვარულს არაფერი არ მოემატა. 80 წელი ისე იცხოვრეს რომ დარჩნენ ერთ და იგივე დონეზე. პირიქით, ყოველდღიურად ეს სიყვარული უნდა იმატებდეს. იმიტომ რომ ცხოვრებაში გამოწვევები ყოველდღიურად იზრდება და თუ ამას უფრო დიდი სიყვარული არ დაახვედრე, მერე ძნელია. იცი რამდენი ოჯახები ინგრევა. ძალიან ბევრი ოჯახები ინგრევა სამწუხაროდ. აბა საათი ნახე რომელია მე ცოტა. ნახევარი ხო? კი ბატონო, მე ვეცდები რომ ცოტა უფრო იჩქარ. როგორ გავაძლიერო როცადა რწმენა ყოველდღიურობაში. აი რწმენით რომ რაღაცას გააკეთებ, ერთხელ რომ გააკეთებ, ორჯერ, მერე ეს რწმენა ძლიერდება. და მერე ადამიანში დომინანტი ხდება და ამ რწმენით ცხოვრობს ადამიანი. ადამიანის რწმენა ჩანს მის საქმეებში. საქმეების გარეშე რწმენა არ აჩანს. ეხლა მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ კაცი ტახტზე არის წამოწოლილი. და ეუბნებიან რომ ეხლა მიწისძვრა იქნება. თუ ამ კაცს ჯერა რომ მიწისძვრა იქნება, ეხლა მარტო გვერდ შეიბრუნებს და გააგრძელებს წოლას? წამოხდება, არ წამოხდება? თუ ჯერა რომ ეგ მოხდება, როგორ არ წამოხდება? და თუ ისევ აგრძელებს წოლას, ესე იგი არ წამს. ეხლა ადამიანი იტყვის, მე ღმერთის არს ემწამს, ის ემწამს, ბაქიბუქობს. არ ლოცულობს, არ მარხულობს, აღსარებას არ ამბობს. თუ წამს რომ ღმერთი არსებობს, ეშმაკი არსებობს. თუ წამს რომ სასუფეველი ან მარადიული სიხარული არსებობს და მარადიული სატანჯველი და შენ არაფერს არ აკეთებ, მაშინ ნიშნავს რომ შენ არ აღწევს. იმიტომ რომ რწმენაო საქმის გარეშე მკვდარია. მკვდარია საქმის გარეშე. თუ მოციქული ამბობს, მიჩვენეო შენი რწმენაო შენი საქმეებით, მე გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემი საქმეებით. ყოველი ხე თავისი ნაყოფისაგან შეიცნობა, ხო მართალია? ადამიანიც შეიცნობა თავის საქმეებისაგან, თუ როგორ სწამს, როგორ უყვარს, როგორი იმედი აქვს, ასე შემდეგ. რა უშველოდ მარტოსულობას. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არავის უყვარვარ და ამის გამო ვწუხვარ. ჩემ მშობლებს და დედმამიშვილებს ვერ უზიარებ ამას. და პირველ რიგში სწორედ მშობლებს და დედმამიშვილებს უნდა გაუზიარო. მათ რო უყვარხარ, ეგრე არავის არ უყვარხარ. ეგრე ვერავინ არ შეგიყვარს. მშობელს რო უყვარხარ, ეგრე ვერავინ არ შეგიყვარებს. ამიტომ ახლა ჩვენ რო ამბობთ მარტოსული ვარ და არავის უყვარვარ. რას უყურებ იმას, ვისაც არ უყვარხარ? შენ იმას უყურებ, ვის ჭირდები? აი ფიქრე იმაზე, შენი თავი ვის ჭირდება? შენ შეიძლება ვფიქრობ, რომ მე მინდა რომ აი იმასთან ვიმეგობრო, იმასთან და იმათ არ უნდიხარ. არ უნდიხარ და გაანებე თავი. აქეთ მოტრიალდი, იმდენ ადამიანს უნდიხარ და შენთან მეგობრობას ნატრობ შეიძლება, შენ იმათ ვერ ამჩნევ. ამიტომ მოტრიალდი და ვისაც ჭირდები, შენც იმას გამოადებ. და აღარ იქნები მარტოსული. ისედაც მარტოსული არ იქნება, თუ ადამიანს ღმერთთან გაქვს ურთიერთობა. თუ წამს რომ ღმერთი არის და ღმერთი ყოველთვის შენს გვერდით არის. მე აი ერთი ამბავი ძალიან მომეწონა, ესე იგი ბავშვებს სულ უყვები ხოლმე. და ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს იმას, რომ ღმერთი ადამიანს არასოდეს არ ტოვებს.
ერთი პატარა ბიჭი იყო, არის შეიძლება წაგითხული გაქვთ, მოსმენილი გაქვთ, გაგებული გაქვთ, მოკლედ ერთი პატარა ბიჭი უნდა იყო, რომელიც მამას მატარებლით დაყავდა ხოლმე სოფელში, ბებოსთან. და ეს რო ცოტა წამოიზარდა, თქვა რომ მამი, მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, აღარ მინდა გამოყოლა, მე დამოუკიდებლად წავალ. ნუ მამა ეუბნაოდა, ჯერ არ ახარ შენ ისეთი დიდი, კარგია რომ მე გამოყვა ერთად წავიდეთ, არა, ამას უნდა. არის ხომ ესეთი ასაკი რომ გინდა რომ შენ გააკეთო, მარტო წავიდე, მარტომ გააკეთე. კარგიო მამა მოთხე. აღვანდო რაღაცა პატარა ფურცელი ჩაუდო ჯიბეში. თუ ძალიან გაგიჭირდება, ეს ფურცელი ამოიღე და წაიკითხა. ეს ჩაჯდა გახარებული მარტო მიდის სოფელში, ბედნიერია ბიჭი და რომ ავიდა. ცოტა რაღაცეებში ვერ გაერკვა, ცოტა დაიძაბა იქ გამცილებელმა თქვა რომ ეს ბიჭი მარტოა ეთყობა იქო, ვიღაც ბიჭები ლაპარაკობენ ამის შესახებ და ამან შეამჩნია რომ ისინი ჩემზე ლაპარაკობენ, ცოტა დაიძაბა, შეეშინდა. და უკვე აი მოიკუნდა ერთ ადგილზე, მანამდე თუ ლაღაც იყო და თავი დიდი კაცი ეგონა რომ მარტო მივდივარო, შეეშინდა. და მე გაახსენდა მამის ჩადებული ფურცელი და ამოიღო ეს ფურცელი, ეხლა ნეტა რა იქნება, რა უნდა. ამოიღო და წერია რომ შვილო მე ბოლო ვაგონში ვზივარ. ხო და მამა მანამდეც ხო ბოლო ვაგონში იჯდა, სანამ ამას წაიკითხავდა. მაგრამ შენ თუ არ იცი რომ ღმერთი შენთან არის, გეშვინია, დაბნეული ხარ. მაგრამ რო აღმოაჩინა რომ მამა იქ იყო, ხო იმედი მიეცა, ხო მარტო აღარ იყო. და ეგ არის შენ რო იცი რომ ღმერთი შენ ესე გიყურებს და არასოდეს აქტოვებს, მიუხედავად შენი ახირებებისა რომ მარტო გინდა გააკეთო. ის აქტოვებს. ამოიხედავ და წამში იქ არის, შენ თუ მას მიმართავ წმენით. რას ფიქრობთ ისეთ ქრისტიანებზე, რომლებიც არ ლოცულობენ და არანაირ შეხება არ აქვთ ღმერთთან? რა ვიცი, აბა ესენი ქრისტიანები არიან? იმ გაგებით, რაც ჩვენ წეგან ვისაუბრეთ, ნაცვლობა და პირობა და ამის შესრულება, არიან ესენი ქრისტიანები? ხო და რასაც ფიქრობდი, წეგან გითხარით. მართალია, რომ ჩვენი სხეული არ უნდა დავაზიანოთ, დავაუშნოთ და ყურები არ გავიხრიტოთ, დატუები არ გავიკეთოთ. ახლა რა არის იცი? ადამიანის სხეული არის სულიწმინდის ტაძარი. აი მე უბრალოდ გეკითხებით. შეიძლება რომ მიხვიდე და ტაძარზე ის ტატუ რასაც სხეულზე გინდოდათ გააკეთებინა, ტაძარს მიახატო? შეიძლება? უბრალოდ არის რაღაცა ასაკი. მოდი ესე დავარქვათ, ცოტა დავარბილოთ. არა სერიოზულად რო უყურებს ადამიანი რაღაცებს. გაიკეთებს იმ ტატუს და მე აღარ მოეწონება. მე უნდა იწვალოს იმის იმაზე, რომ მაინც გძეკლავიანი ჩაიცოს, იმიტომ რომ ეს არ გამოუჩნდეს. საჭირო რო ყოფილიყო. ახლა წარმოიდგინეთ, აი უბრალოდ რა ღმერთმა როგორ შექმნა ადამიანი. აი რაც უბრალოდ ის მექანიზმი თუ არ ვიცი მე სამედიცინო ენაზე რა დავარქვა, რაც მხოლოდ თვალშია, ან ყურშია, როგორ ისმეს, ან როგორ შეიყნოსავს. ეგეთი რამე რო ადამიანმა გამოიგონოს. ხო საოცრება რამე. ესეთი ფიზიოლოგი იყო პავლოვი და მეცნიერი ფიზიოლოგი და მას ეუბნებოდნენ რომ ნუ თქვენო ახლა მეცნიერიო მორწმუნე ხართო? ის სისხლს სწავლობდა. ის ამბობდა რომ როდესაც ადამიანიო სისხლს სწავლობო, მორწმუნე კი არაო, შეიძლება წმინდანიც კი გახდე. წარმოიდგინეთ, უბრალოდ დავფიქრეთ, რა ათბობს ადამიანის სისხლს, მაშინ როდესაც სიცივეშიც და სიცხეშიც ერთნაირი ტემპერატურა აქვს 36 და 6. აი რა ათბობს? ლოგიკურად რო დაფიქრდეთ. რა ათბობს? შეგიძლიათ თქვათ რა ათბობს? ისი რატო ამბობ? თუ ღმერთმა ადამიანი ესეთი შექმნა, ესეთი ამოუხსნელი, ის აღარ შეეძლო რომ ტატუ დაეხატებინა და ეგრე გაეჩინა? ხო შეეძლო. ეთქობა არ იყო საჭირო. ცოდვის ჩადენის სურვილით ცოდვა, მაგაზე ვთქვით წეგან. ცოდვის ჩადენის სურვილი თუ გაქვს და შენ თუ ამას ებრძვი, ეს ბრძოლა. მაგრამ შენ თუ ამ ბრძოლას დაყვები და იტყვი რომ მოდი ჩავიდე, ეს ცოდვა. თუ მხოლოდ ჩადენა უფრო დიდი ცოდვაა, რა თქმა უნდა. მადლობა წინასწარო. შემდეგი ვნახოთ. ხო არ დაძვალეთ ბავშვებო?
რამდენი წლის უნდა იყოს ბავშვი რომ ბიბლიის კითხვა დაიწყოს? ჯერ შეიძლება ის დაბადებულიც კი არ იყოს ბიბლიის კითხვა რომ დაიწყოს მშობელმა. სანამ ბავშვი ჯერ არის მუცლად ყოფნის პერიოდში. ეს ძალიან კარგი იქნება. მერე რომ დაიბადება დედამ იქვე უკითხოს. აკვანში აკვნები აღარ არის საწოლში. უკითხოს დილის წინ არის საბავშვო ბიბლიაზე. ის სიტყვის შესახებ უნდა უთხრას და აი ამ სულით უნდა აღიზარდოს. მაგას არ აქვს ასაკი, მე თუ მკითხავთ. მაგას არ აქვს სასაპირო, აი მაინც და მაინც 7 წლისა და 24 დღისა უნდა იყოს, რომ პატარაობიდან ჯერ კიდევ მშობელმა უნდა. აი ესეთი არსებობს, ბრძენთან მივიდა ერთი დედაო და დედა მივიდა. დედაოზე კი არ ვთქვა, დედა მივიდა და უთხრა რომ მასწავლეო, როგორ აღზარდო ჩემი შვილიო და მან კითხა რა ხნისაო და 1 დღისაო. და ბრძენმა უთხრა დაგვიანებულია. ეხლა მაგის აღზრდა არის რატო უთხრა იცით? აი თქვენ ხო ხართ პატარა გოგონები, რომლებიც გაიზრდებით ცოტა ხანში, ხა შეიძლება უკვე შეყვარებულებიც გყავთ, რაღაცა ფიქრობთ ამაზე, გაიზრდებით, დაუჯახებებით, შვილები გინდა გყავდეთ. თქვენი შვილების აღზრდა აი დღევანდელი დღიდანვე შეიძლება დაიწყოს. როგორ? აი უბრალოდ აიღეთ ფურცელი და გინდა გოგონების, გინდა ვაჟების. მეტა მე ეს მწოდნო და მაშინ როცა თქვენი ტოლი ვიყავ, ძალიან კარგი იქნებოდა. ეხლა რას ვამბობ? ჩამოწერეთ აბა ფურცელზე. თქვენ შვილს როგორი თვისებები გინდათ რომ გქონდეთ? აი როგორი გინდათ რომ იყოს. და ეს იყოს თქვენი პროგრამა. ანუ რა პროგრამა? შეხედე და გულწრფელად, თქო, შენი თავი რო არ მოატყო, ეცადე რომ შენ გახდე ეგეთი. რასაც იქ ჩამოწერ. ჯერ რო შეხედავ, თუ გულწრფელი ხარ აღმოაჩენ რომ რა კარგი შვილი მეყოლებოდა. ნეტამეც ესეთი ვიყო. და დაიწყე რომ ეგეთი გახდე. და მაგითი უკვე ხელს შეუწყობ, რომ შენი შვილი ეგეთი აღიზარდოს. ისე რომ შვილის აღზრდა არ იწყება მერე. აი დღეიდანვე შეგიძლიათ აქედა რომ წახვალ დაიწყოთ ეგ ამბავი შვილების აღზრდაზე ფიქრი. აი ჩამოწერეთ. შრომის მოყარე გინდა იყოს სიტყვაზე. კიდე როგორი გინდა რომ იყოს შენი შვილი? ჭკვიანი, დილობიანი კიდე როგორი შვილი გინდა გყავდეს? ჩამოწერეთ აბა ეს მერე და შეხედეთ უბრალოდ. რა გავაკეთო თუ ყოველთვის გაბრაზებული ვარ და ბრას ხალხზე ვანთხევ, რომელიც მიყვარს იმ ხალხზე ვანთხევ ბრას. რა არის? აი ხა წარმოიდგინეთ, ხო არის გაზიანის სასმელები. გაზიანის სასმელები როა და ეს დავუშვათ სირბილით მიიტანე სახში და აიმჯღრა და მოკლედ არის დატენილი. ერთბაშად მოხსნა შეიძლება? გაწუწავს იქაურობას, მაგრამ რა უნდა გააკეთოს? ნელ-ნელა უნდა მოხსნა. პირიც ესეა, როცა გაბრაზებული ხარ, ეცადე რომ არ მოაღო ერთიანად ის პირი. ცოტათი გააღე. ცოტა უთხარი. მაგითი გადარჩები. რო დავშვიდება ის ნელ-ნელა, აი ვინოს აქვს ხოლმე კიდე ესე კარგი გაზიანი ღვინო ერთიანად რომ მოხსნა, ის კარგი ხანს არ ჩერდება, ამოდის და ამოდის. ამიტომ იქ ცოტა თხილად უნდა. და ბრაზი როცა გადაგივლის, მერე უნდა უთხრა. აი პატრიარქის 4-3 წესი იყო მონასტრებისთვის მიცემული ასეთი. პირველი, არავინ განიკითხო. განკითხვა არის რომ შენ ამბობ რომ ის ასე რატომ მოიქცა ის თქვი რომ ის ლოთია კი არის, თქვი რომ დაუშვათ ის რაღაცა შეცდომა მოხდა და დაითრო, არა, იტყვი რომ ლოთია, ანუ საქციელსა და პიროვნებას რომ ერთმანეთს უტოლებ. შეიძლება ის იქ დათრა, მაგრამ ძალიან კარგი მამაა, ძალიან კარგი მეგობარი, ანუ საქციელ და პიროვნება არ უნდა გაუტოლო ერთმანეთს. მეორე წესი იყო რომ ყველას მიმართ იფიქრე კარგი. ყველას შესახებ კარგი იფიქრე. მესამე, ესე იგი როგორი იყო იცით? ხო, ყველას შესახებ კარგი იფიქრე და ყველას კეთილად მიუგე. კეთილად უთხარი და თუ არ შეგიძლია რომ კეთილად უთხრა რაღაც, მაშინ გაჩერდე. ეგ მესამე იყო და მეორე იყო რომ გადანაშაულებენ თავი არ იმართლო, შენდობას თხოვე და გაეცა. ანუ პირველი არ განიკითხო, მეორე რაღაცაში ბრაზ გდებენ. აი ვიღაცა გაღიზიანებული, როგორც აქ ეწერა, მე რომ გაღიზიანებული.
ის რომ გაღიზიანებულია, შენ რო დაუწყო მართლება, სულაც რომ მართალი იყო. შენდობას თხოვე, მაპატი და გაეცალე, იმიტომ რომ ის გაღიზიანებულია. წმინდა კასიანე რომაელი, იოანე კასიანე რომაელი ასეთ რამეს ამბობს. მრისხანებაო გავსო, აი თვალებზე რო ფირფიტები აგაფარო. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს მრისხანება? აქ სპილენძის ფირფიტას აგაფარებენ თუ ოქროსას, მაინც ხო ვერ ხედავ. ანუ გაღიზიანებულ ადამიანს სულიერი თვალი უბნელდება, ვერ ხედავს, იმიტომ აზრი არ აქვს, რომ მას ახსნა განმარტება დაუწყო. მასთან ის რო დამშვიდეს, უნდა უთხრა მაპატი, ჩემი ბრალია, შემინდა. რო დამშვიდდება, შეიძლება თვითონვე მიხვდეს მაგას. თუ არა და შენ რო აუხსნი, მერე უფრო მიხვდება. და შენც როდესაც გაღიზიანებული ხარ, არა თქვა სიტყვა. რო დამშვიდები, მერე უთხრა. თუ არ შეგიძლია რომ კარგი სიტყვა უთხრა იმას. საერთოდ არ და მერე უთხრა. ეგ დაგიწყო. არის თუ არა ზოგადი ჭეშმარიტება ღმერთის სუბიექტური აზრი. შეკითხვა ვერ გავიგე. არის თუ არა ზოგადი ჭეშმარიტება ღმერთის სუბიექტური აზრი. ჭეშმარიტება ერთია. ეს სუბიექტური აზრები ჩვენ გვაქვს, ადამიანებს გვაქვს, ჩვენი სუბიექტური აზრები. ღმერთი ერთია. მან შექმნა ეს სამყარო და მან გამოგვიცხადა მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა ხო გამოცხადებითი რელიგია. ჩვენი გონების კვალობაზე ფილოსოფოსებით კი არ ჩავწდით რაღაც ჭეშმარიტებას. ღმერთმა გამოგვიცხადა თავის შესახებ იმდენი, რამდენი ჩვენი ცხოვრებისთვის არის საჭირო და საკმარისი. ისე რომ რაც არიცი, არ უნდა უკირკიტო, არ უნდა ეძიო, რაც იცი, ის უნდა შეასრულო და ეს მისი სუბიექტური აზრი კი არ არის. ეს არის შემეცნება მის შესახებ. იმდენი, რამდენიც ადამიანს შეუძლია რომ დაიტიოს ცოდნა ღმერთის შესახებ. აი სუბიექტურ აზრებსაც შეეხება, ეს აზრები ჩვენი. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთი. რატომ გააჩნია ადამიანს ცოდვის დაშვების თავისუფლება? იმიტომ გააჩნია, რომ თუ ეს თავისუფლება არ იქნებოდა, მის მიერ გაკეთებულ არც სიკეთეს არ იქნებოდა ფასი და არც ცოდვა არ იქნებოდა ცოდვა. ეხლა მაგალითად თქვენმა დამრიგებელმა რო გთხოვოთ, რომ აი ბავშვებო კლასიდან არ გამოხვიდეთ ცოტა ხნით და გავიდეს და გარედან კარები გადაკეთოს. თუ შემოვიდეს და რა კარგი ბავშვები ხართ. არავინ არ გასულხარ. უნივერსიტეტში რო ვსწავლობდი, მაღლივში ვსწავლობდი ხოლმე. მაიმუნოვდით ბიჭები ლიფტში და ლიფტი გაიჭედა. მოვიდა ლიფტი 2 და გვეუბნება, ბიჭებო, ეხლაო წავალო, იმას მოვიტანო რაღაც ხელსაწყოებსო და არსადარ წახვიდეთ. მანამდე. ანუ ეს ხოდესაც წავიდოთ. ეხლა რომ მოვიდა ჩვენ დაუჯერეთ და იმიტომ დავრჩით. მაგრამ აი კარებს რო ღიას დატოვებს და იტყვის რომ ბავშვებო, გთხოვთ რომ არ გამოხვიდეთ და შემოვა და იქ დავხდებით. ეგ უკვე ღირსეული საქციელი იქნება, იმიტომ ეგ თქვენი თავისუფალი ნებით გააკეთეთ. ხო ხდები ხაზო. არის თუ არა ურების ტანის ნაწილის გახვრეტა ცოდვა. ეხლა რა არიცი? სამკაულს თუ ზომიერად გამოიყენებს ადამიანი, შეიძლება ეს არ იყოს ცოდვა. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ყველაფერს აქვს ადამიანმა შეიძლება რაღაც სამშვენისი გაიკეთოს, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი. ყველაფერს აქვს თავისი წითელი ხაზები, იმის იქით რო არ უნდა გადავიდეს და თუ ადამიანი ასე იგი ამას შეხედავს აი როგორ ვთქვათ, ღვთის სიტყვის შესაბამისად, ზნეობრივი კანონის შესაბამისად, ის მე ვფიქრობ თვითონვე მიხვდება, სად გადავიდა იმ ზღვარს, მაგრამ ნახეთ კიდე რა არის, ერთხელ რო გადავა კაცი ზღვარს, იქ თითქოს შეშფოთდება, მერე მეორეჯერ, მესამეჯერ უფრო უადვილდება, მერე შეეჩვევა, მერე კიდე უფრო მეტად ეფლობა იმ უზნეობაში. ამიტომ აი სიფრთხილეა ყველაფერში საჭირო ესე. მერე ესეთი რამეც არის, ადამიანი თვითონ რო ტალახში ჩავარდება, უნდა რომ ხებით ჩაიყოლოს ამ ტალახში. ესეთი იგავარაკი არსებობს. ერთ კატას მოკლედ ხაფანგში მოყვება კუდი. იცით ალბათ უბრალოდ გახსენებთ, კუდი მოყვება ხაფანგში. ეხლა დადგება არჩევანის წინაშე რომ ან მოკლავენ პატრონი რომ მოვა და ან კიდევ უნდა გაგლიჯოს ეს
კუდი დატოვოს იქ და კუდის გარეშე წავიდეს და ახლა სიგდის უკუდობა არჩია. თავიდან სვენოთ. მე ახალგაზრდა კატებს უთხრა უყებოდა თუ როგორი კარგია კუდის გარეშე ყოფნა. და იქ ერთი მოხუცებული კატა იყო, რომელიც ეუბნებოდა, რომ ამას უკუდობა კი არ მოსწონს და ხიბლავს, მარტო თვითონ როა უკუდო, ეგ აწუხებს, იმიტომაც უნდა რომ თქვენ ჩაგითრიოთ მაგ საქმეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელი არის თუ არა ქრისტიანებისთვის მარხვა. მადლობა წინასწარ. აუცილებელი არის ქრისტიანებისთვის მარხვა. ეს ჯერ კიდევ ღმერთმა 64-ში დაადგინა. აი რაზეც წეგან ამბობდით, რომ ცოდვა რატო აქვს შესაძლებლობა ადამიანს ცოდვის ჩადენის. ღმერთმა ხო აუკრძალა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან რომ ეჭამათ. მაგრამ შეეძლოთ რომ ისულიყვნენ და ეჭამათ. ან მისასვლელი კი არ ჩაუღობა ღმერთმა. არამედ უთხრა, ამისგან არ ჭამ, ეს მარხვა იყო, რაღაცისგან თავშეკავება. ეს იყო იგივე ღვთისმცნების შესრულება. დღესაც ადამიანი რომ მარხულობს, აი მოდი მაგალითისთვის თქვა. როდესაც ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობს. რისთვის მარხულობს ადამიანი ოთხშაბათს და პარასკევს? თქვენი აზრით. რისთვის მარხულობს? აი ოთხშაბათს რატომ მარხულობს? რატომ მაინც და მაინც ოთხშაბათს, არა სამშაბათს, არა ხვიტშაბათს, რატომ? იმიტომ რომ იესო ქრისტე იუდა ისკარიოტელმა ოთხშაბათ დღეს გასცა. ანუ შესაყრობად გადასცა. პირობა დადო რომ მე თქვენ გადმოგცემთ. პარასკევს მოხდა ჯვარცმა. ანუ ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცა. ეხლა წარმოედგინეთ, აი ამასინათ იყო ხსენება წმინდა გრიგოლ ფერაძის. არქიმანდრიტი წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც პოლონეთში ოსვენციმის ბანაკში, როგორც ერთ-ერთი ვერსია ამბობს, ერთ-ერთი მრავალშვილიანი ებრაელი მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში. გაზის კამერა რა იყო? აი ესეთ ოთახში შეყრიდნენ უამრავ ადამიანს, გაზს გაუშვებდნენ და ხალხი იქ იხოცებოდა. ეხლა წარმოედგინეთ, დაუშვათ ის დღე, როდესაც წმინდა მამა გრიგოლი ამ კაცის ნაცვლად შევიდა კამერაში და იქ გარდაიცვალა. დაუშვათ გავიდა ერთი წელი, ამ ებრაელ კაცს რა დაავიწყებდა, რომ ის მის მაგივრად მოკვდა. იმ დღეს, როცა წმინდა გრიგოლი მის გამო მოკვდა, ეხლა შვება განცხრომას დაიწყებდა. აი თავის თავს მისცემდა უფლებას, რომ რაღაც აი მუსიკები და მთელი ამბები და მაჭამა და ის გაემართა. ხო თავის თავს ხო ვერ მისცემდა მაგის უფლებას, ხო და ოთხშაბათს და პარასკევს ქრისტემ ჩვენთვის ივნა. ჩვენთვის ჯვარს ეცა. და ჩვენ თუ გვინდა რომ მისადმი ერთგულება გამოვხატოთ, აი სწორედ ოთხშაბათი და პარასკევი იმ თავშეკავებითაც შეიძლება. ამითიც შენს წმენას გამოვხატო. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ მარხვებზე, რომელიც ადამიანის სულისა და სხეულის გაჯანსაღებისთვის არის. შეიძლება ეს კიდე ცოტა ვრცელი თემა არის. მე როგორც ვატყობ, დროში ვიწურები. თუ აღარ ყოფნის. თორე თქვენთან საუბარი შეიძლება დილამდე არ მომწყდეს. მით უმეტეს თქვენს თუ ჩაერთვებით. მაგრამ არა უშ. მე სხვა დროს ჩაერთვით. დავამთავროთ, მამაო, დავამთავროთ. როგორც გვაკურთხეთ. მეგონი 5 საათზე გადის ამათი ავტობუსი. მადლობა რომ გაუძელით ამდენ ხანს საუბარს.